ბოლოს ვიტყვი რომ 100-ზე არ ვყოფილვარ კულინარიის. ესე თუ რა უნდა ვქნა ესე? ეგ გატყეპვა და ეგ დატყეპვა. საუბარში და მოქმედებაში დაიბადა ახალი კუბდარი. ვერ გახსოვ ყურადღებას. არა უშავს შენ თავარია შენ თავს მიაქციო ყურადღება და რამე არ მოიციო. თან ხო აი. ხაჭაპური ფებოს უყურს გამოძახებული ძალიან. ურა კაია. მეყვარს კუბდარი. სიკიჟეა. აბა ძალიან ეჭვმება. ვერ ვიტყოდი. მართლა? ვერ ვიტყოდი. მოდი მამათქმევიდი. კი ბატონო. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი სტუმარია Hungry Man-ის ვას. ესე წარმოგიდგენია და მეც ზედმეტი შეფუთვის გარეშე აღარ წარგადგინე. სასიამოვნო შენი გაცნობა არ ვიცნობდი. ვასაც და ძალიან გამიხარდა სანამ დავიწყებდით რაღაც 1-2 სიტყვა გავცვალეთ და ეს ადამიანი კულინარიაში ხო, ადამიანიც ალბათ კარგია, მაგრამ კულინარიაში აშკარად ერკვევა. და ამიტომ მე ეს მესიამოვნა და დავიხმარა. დიდი მოლოდინები არ გვინდა რომ შევქმნათ. არა. ჯობს რომ ცოტა იცოდნენ და მე აღვავთავ. არა, გეუბნები, ვინც მოდის ახლა ჩვენთან სტუმრ, ყველა იძახის რომ აი ჩემგან ზარეული არა და ვერა, მაგრამ აქედან ყველა მიდის ბედნიერი და აღმოაჩინეს რომ შეუძლიათ ნიჭი ქონიათ ზარეულობა. დღეს ვაკეთებთ ვასა კუბდარს. კი ბატონო. არც მეტი და არც ნაკლები სვანეთის მარგალიც ასე დავარქვათ, არ ვიცი და ძალიან ბევრი ნიუანსი არის. პირველ რიგში ცომი არის და შემიძლია ეს გიწილადო ინფორმაციაც მოგცე. გაგიზარდო და შენც მოზილო. კი ბატონო. თუ არ გეზარდო. სიამოვნებით მოვზილო. ეხლა ჩვენ გვაქვს აქ პირველი ხარისხის ფქვილი, რომლის პროტეინის შემადგენლობა არის 12%, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ წევადობას და გლუტენის შემადგენლობა მასში უფრო მეტი არის. ოკეი. აი პიცაც რო კეთდება, მისი გლუტენი ცილა ფქვილში უნდა იყოს დიდი, რომ მეტად გაიწელოს. და თუ დაკვირვები ხარ ხა ჭადის ფქვილს არ აქვს გლუტენი და ვერ იკვრება, უჭირს შეკვრება. ჭადის ფქვილს კი ბატონო. ესეთია. ბოლოს ვიტყვი რომ 100-ზე არ ვყოფილვარ კულინარიის თქო იმდენ ინფორმაციას მარტივ უკვე. არა, ეს უფრო ცხობის მიმართულებაა დარწმუნებული რომ რაღაც გამოცდილება შენც გექნება და ცოტა. და რაც მნიშვნელოვანია, კუბდარს სჭირდება მყარი ცომი. კუბდარს თვითონ თავს აცლიდნენ და ჭურჭელი იყო ერთგვარი და ზემოდან რაც ცომსაც აცლიდნენ, იმით ჭამდნენ. იმას ყოფდნენ და იმას ჭამდნენ. ამიტომ ცოტა მკვრივი ცომი გვინდა, იმიტომ რომ ხორციც მეტად წვნიანია და რო შეინარჩუნოს ეს. ხაჭაპური მაქვს გაკეთებული და რაღაც ვარიანტში ტაფის. ხო, და რაღაცა მაგის იმას გავს, ხო, შეკვრის ნაწილი. თუ ერთი და იგივეა, შეკვრა ერთი და იგივეა. თუ გვაქვს 1 კილო ფქვილი, წყალი ამ შემთხვევაში გვინდა 580 გრამი, რაც 58%-ია ფქვილის. ოკეი. და მე პროცენტულად ვითვლით ყველაფერს, მარილს, საფუარს და ასე შემდეგ. ტექნიკურ ნაწილს მე მივხედავ მაშინ და კაი. და ცუდი კუბდარი თუ არ გამოვშევ თუ არ და მაყურებელს ისიც უნდა უთხრათ, რომ ცომის მოზელვა და მისი მომზადება დაყოვნება ესე მარტივი არა. წინაღამეს მე მაქვს მოზელილი, მაცივარი გაიარა, ყველაფერი, ანუ რო არ მოვატყოთ მაყურებელი. ხო, მე წყალს დაგიმატებ 580 გრამ. თავიდან წყლის და ფქვილის გაერთიანება შეგიძლია ესეთი მეთოდით და უკვე რო შეიკვრება, გამთლიანდება. მერე შეგვიძლია დაფაზეც გადმოვიტანოთ და დაფაზე ვემუშაოთ. თან ცოტა შენზეც მოგვიყევი. ხა ბოლოს რასაც გიყურე, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ბრძანდებოდი და ქეთო და კოტეში გადავიღეთ ვიდეო. სწორედ ვაკეთებ ამასობაში ამას რომ. კი, ცოტა მარილს დავუმატებ, 10 გრამ მარილს. ქეთო და კოტეში გადავიღეთ ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ქართულ სამზარეულოს და ტაილანდურს და თურქულს ვადარებდით ერთმანეთს. და პირველად ვიყავი მაგ რესტორანში სხვათა შორის. სასიამოვნოდ გაკურებული დავრჩი, იმიტომ რომ აქამდე მოსმენილი მქონდა რომ კარგი სიტუაცია იყო, გემრიელი კერდები და პირადად რო ვნახე ხაჭაპურზე და დაძენძილ ხორცზე განსაკუთრებით ტოპ გაყიდვები იყო ყოველთვის. შენ შექმენი პირადად კერდები? მე და რამაზი არის გემიაშვილი მაგ რესტორანის ფლობელი. და ძალიან კაი კონდიტერი არის, აი ეს ტორტები რომ მოგეწონა მისი რეცეპტია ყველა. ეგეთი ტორტი და ერთად შევქმნით ეგ რესტორანი. არ გამისინჯავს. მე მგონი რა, ისეთი სიამოვნება მიგვიღე. შენ მე მაგის პასკებიც უნდა ნახო აღდგომას. რიგში უნდა ჩადგან, ჩაწყობით უნდა მოხდე რამენაირად. გვაქვს ხო ხოდები? კი, კაცი. კი ბატონო. სიამოვნებით მაშინ. და იცი რა გამიგვიდა? რო გიყურე, მე მგონი ძალით გამაძე, ისე გინდოდა ქართულ ამბავში დარჩენა, ხა? არა, ძალით არა, მაგრამ აი ძალიან სასაცილო, იმიტომ
რამდენჯერმე დავტესტე ხო. პროცესში და რომ ვისროდი ესე პირდაპირ ქვემოთ ვარდებოდა რა. და მე ზემოთ ვისვრი თქო და ძალიან ზემოთ მომივიდა და GoPro შევწირე. მე მეგონა რომ გადარჩა და რა. პატარაზე მოხვდა რა. ფრთა. პალიროვკა ვერ უშვებს. ვერ ამოიყვანს. აჰა, ნახე გაერთიანდა. რამდენად სწორად ვაკეთებ. ძალიან სწორად არადროს მიმუშავია. არა, ნახე გაერთიანდა, რომ ხელი არ დაგესვაროს. ეხლა შეგიძლია დაფაზე გადმოიტანო, ის დარჩენილი ფქვილიც და უკვე შეაზიო. ნახე, ეხლა მე მოქმედებას გასწავლე ხელის, რომელიც უფრო მარდი. აი ნახე, გადმოგაქვს და აი ამით აწევი და მოკლედ. და რაც უფრო ნაკლებად შეეხებით ცომს, ნაკლებად მიგეკვრება. ანუ თამამი იყავი ცომთან. არ შევეხო თუ პირიქით შევეხო. არა, შეეხე, მაგრამ სწრაფად, თორე აი დიდი ხანი რაღაცა უხერხულად რო ხარ ცომთან, აუცილებლად მიგეკვრება. ოკეი. თუ რამეა, ქვილის საშუალებაც არის, შენ ხორცი ჩავაყოლე, ეს ნორმალურია თუ? მაინც ხორცი უნდა ჩავდოთ მაგაში, ასე რომ რაღაც აი ამ საუბარში და მოქმედებაში დაიბადა ახალი კუბდარი. თვითონ ცომშიც ხორცი და შიგთავშიც. კი ბატონო, პრაქტიკულია მე მგონი. აი ნახე, არ ვეხები ფაქტიურად. როგორია? ჰაერი ჩედის ახლა ცომში და ინტერნეტს მუშაობს. კი ბატონო. მოდი ახლა ამას ცოტა ხანი გადავდებ. ჩათვალე რომ მოზელილია, ერთი 10 წუთი უნდა ამას რომ გაიხსნას გლუტენი და მე შეგვიძლია გადავსვი. არ გადანიავებ მართლა? ძალიან კაია. განიავებაში ვარ. ეხლა თვითონ დაიწყებს მუშაობას. გლუტენს ხშირად რო ვიძახი. გლუტენს სჭირდება ერთი 10 წუთიანი მოქმედება, მაგრამ ნახევარ საათში ეს გამწნიანდება, ქვილი და წყალი გაერთიანდება და გამყარდება უფრო. გამყარდება უფრო. ოკეი. და თუ შეგიძლია კიდევაც მაცივარს შეინახო და კიდევ უფრო და ქვილი მაგისთვის არის რომ უფრო გაამყარო უბრალოდ მალე თუ როგორ ზემოდან რო აყრიან კიდე და უფრო მაგ შემთხვევაში მარილი არის ყველაზე კარგი საშუალება რომ მარილი აძლიერებს გლუტენს, უფრო ჭიმავს. ხდები? ქვილი არასწორი, ანუ მაგას არ უნდა გამოვიყენო. ზემოდან ძალიან ცოტა შეიძლება, მაგრამ ის ვეღარ ასწრებს და შენ ცომს ახურებ, ამ ქვილის დაყრით ახურებ. ქვილი ცოტა ავსებს ხო კიდე რაღაც ნაპრალებს ცომს. ხო და არ უნდა დაჭირდეს. გასაგები. ახორს ვჭრი უბრალოდ, ხო? ხო, დაჭერი ცომი, რამოდენიმე ნაჭერი დაგიტოვე და მე გადავბეგოთ, ცოტა სუნელი მივცეთ, აქ მნიშვნელოვანია ისა, რომ ვიყენებთ აქ სხვადასხვანაირად კეთდება. ჯერ ესეთი მარტო საქონლის ხორცით კეთდება, თუმცა მე მაინც მიყვარს სამ ღორის ხორცის დამატება და ძალიან უმნიშვნელო 1 კილო ხორცზე სადღაც 150 მაქსიმუმ 200 გრამი ღორის ხორცი მაქვს დამატებული. ხდები და უფრო წვნიანს ხდის და უფრო რბილს. ამით დავჭრა ხო? თუ კი, ეს უფრო მჭრელი. ასევე ვამატებ სვანურ მარილს, რადგან ხელი არ გაიჭრა. შევეცდები ყველანაირად. რადგან სვანური მარილი არის ბუკეტი რამოდენიმე სუნელის. მათ შორის გიცრულის. სვანური კუბდარი არ არის, თუ შიგნით არ არის გიცრული. გიცრული არის სვანური სუნელი. უკვე დაკეპა. შენ თუ შეგიძლია, აი თუ იცი TikTok-ერი არის ესეთი თურქი არ მახსოვს, აი ესეთ რეჟიმში რო დაჭრა. თან მე რომ კი, რაც კიდე მომეცდა დავჭრე. შეგიძლია თავისთავად, ხო? ხახვი გვაქვს. ესე როა. კი. არაფერი რთული არა. შენ უგარისკა უბრალოდ. არა, მე მგონი მე ხელთათმანი მენანება. შენ როგორ გაკადრე, ხო? ხელთათმანი მენანება უბრალოდ. ოკეი, გასაგები. თითები არა. ესე რო ხან შეიძლება ეს ხო გამირბის რაღაცა. კი. ჩვენ ახლა ვკეპავთ ჭრით და კვებავს და გვინდა რომ ის ავთენტურობა არ დაუკარგოთ სვანურ კუბდარს და დაკეპილი ხორცით გავაკეთოთ. და როდესაც ესე აკეთებთ ამ მეთოდით, ჯობია რომ ან საყინულე გამოატაროთ, რომ ცოტა შეიკრას ხორცი გამაგდეს, ან მაცივარ. უფრო საყინულე უბრალოდ არ გაყინოთ. უფრო აი შეიკუმშოს ხორცი და გამაგდეს და უფრო ადვილი ჩასაჭრელი. აი ესეთი. კაი ნაჭრებია ხო ეს? კი, გადასარევი. კი ბატონო. არა მე ეგ მე ესეც. ხო, ეხლა მომზადე მაგის ერთად. ვალაგებ ესე ლამაზად. ეხლა მე განსაკუთრებულ შესხვაფერებულს იცი რას გავაკეთებ კიდე? კარაქი მინდა დავამატო უშუალოდ ხორცში. გაგიკვირდება და ხორცში? არის შემთხვევები, როდესაც წითელ ღვინოსაც ამატებ. ვერ გახსოვ ყურადღებას. არა უშავს, შენ თავარია შენ თავს მიაქციო ყურადღება და რამე არ მოიციო. ლურპაკი, ჩემი ლურპაკი უბრალოდ. არის დანიური ბრენდის. ვიცი სხვათა შორის ძალიან ხშირად ვყიდულობ. ხო, ანუ შენც მიდასტურებ. საკმაოდ ხშირად ვყიდულობ ლურპაკის, იმას ნიკოლას დანიური არის. ხო, კი ბატონო. დანიური ბრენდი არის და სანდოობა დიდია, ნატურალური
რძიისგან, აღებისგან დამზადებული არის და მშვენიერია, ჩემსაც აჯობა მეგობრებო. და აი იმ სინაზეს და სირბილეს შეიტანს კუბდარში, რაც ხშირად სხვათა შორის მაკლია ხოლმე, როდესაც სხვადასხვა ადგილას კუბდარს ვჭამ, ცოტა მაგარი ხორცი მომყვება. ხშირად ზოგიერთები უმატებენ წითელ ღვინოს. ალბათ არა იმისთვის, რომ დაარბილონ ხორცი და ის მკვრივი მასა უფრო პროტეინები უფრო მოადუნონ, ასე ვთქვათ. შენზეც მოყევი ახლა. აბა რა გითხრა? აუ, შენ ბებოზე მოყევი. ირა ბებოზე. აუ, ირა ახლა ხება ყველაზე ბედნიერი ეს კითხვა რომ დამისვი. მართლა, მოკითხვა ძალიან დიდი. თან დედულეთი მეც საჩხერეში მაქვს და ეხლა საჩხერეშია ისვენებს სხვათა შორის. ხო არა? 3 თვით სასულია და ისე მომენატრა რომ აი არ ჩადიხარ? ვერ ვახერხებ დროის გამო და ერთხელ ვიყავ შაბათ-კვირას ხოლმე და ხება მოკითხვა აქედან სიყვარული შეიძლება მოკითხვილეში ხარ და ჩვენი სახლიდან გებრილად უყურებ ამ ვიდეოს ხაჯაპურთხელში, მაგრამ თუ არ ხარ, გეტყვი რომ ჩავოდით ვიდეოში. ხო და ძალიან უყვარს როცა აი სუმთხოვს რა რომ დებია ჩამსვი ვიდეოებში და პრინციპში ხო სხვა რაღაც თავის სამეზობლოში და ნათესავებში და რაღაცა ყოჩაღირას რომ ეუნებიან აი ძალიან ამაყად გამოდის და აი დღეს შეუდგა და ძალიან ერთობა და სულ გვეხვეწება რომ რამე მომიფიქრეთ და ისე რა ვიცი ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურად რომ იმიტომ რომ უკვე ძალიან ითხოვს ხალხი ძალიან უყვარს და ქუჩაშიც აშერებენ და ბავშვებსაც ძალიან უყვართ კი და იღებენ სურათებს. რა სასიამოვნო. ბებოც ერთობა და ძალიან ისა ჩვენც მომისმინე, აი ხო არის ყველას ჩვენი ბებიის გაკეთებული რაღაც კერძზე ვაფანატი. შენ ირა ბებოს გაკეთებული რა არის? ბებო რა გითხრა რა ვთქვა მიხარი. ხაჭაპურს არ გიგეთე? ხაჭაპური ბებოს უყვარს გამოძახებული ძალიან. იმიტომ რომ ცოტა არასტანდარტ, ანუ კი соуს აკეთებს, რაღაცა საფუელი ხარჩო. რო გითხრათ რომ აი სტანდარტულ ბებოებს რო შეუძლიათ ხო ისე რომ ჩადიხარ რაღაც საოცრების გახოდებენ, ეგეთი სტილებს არ დააჯდოვა ღმერთმა ხარ, რა ვიცი. არა, ხუმრობ. აკეთებს რაღაცები იცის. ხაჭაპური არის ის სხვათა შორის არ დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარს და მიკვირს რომ არის ის. სულ ეხოთები ისწავლე თქო, მაგრამ ასწავლე მე შენ ხო იცი. მე აი თუ მასწავლე უფრო კარგად. ნებისმიერ დროს ყვასამ უკვე დაჭრა, ერთა გადავალთ დაკეპვის ეტაპზე. ესე თუ რა უნდა ვქნა, ესე. ეგ გატყეპვა და ეგ დაკეპვა. შენ სარესტორნო ბიზნესშიც მოღვაწეობდი და ერთი მაღაზიაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ნუ გქონდა აი ესეც მიაკეპე. მივაკეპე, ოკეი. ხო. გქონდა კვების ობიექტი, რომელიც თავიდან შაურმით დაიწყო და მე ფაქტობრივად მენიუ შედგენილი გქონდა, სადაც სხვა ფასტ-ფუდის ტიპის საკვებებს ვამატებდით, პიცა, ბურგერი და ასე შემდეგ. და გამართლებული გონია, რომ ყველაფერი უნდა დაამატო რესტორანში? ვერ გეტყვი მაგას ზუსტად, მაგრამ აი მე ძალიან მომწონს, შაიკა ის მე მგონი მადრიდში არის ძალიან ცნობილი ბრენდი და მათი კონცეფცია ასე ვთქვა და რაღაც ეგ სტილში გვინდოდა რომ წასულიყო რა. ხო, მაგრამ მან მნიშვნელოვანია მაგ კონცეფციით დაიწყე თუ მე მოგინდა? არა, არ დაგვიწყე მაგ კონცეფციით. ხო, აი ცოტა. ჩვენ ვერ დავიწყებდით ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ ფაქტობრივად ნოლიდან ხორცთან პირველი შეხება გქონდა და რაღაცას გავუგეთ ასე ვთქვა გემო და რო გავუგეთ და მივხვდით რომ ჩვენი არ იყო, მაგიტომაც შემდეგ გავასხვიცეთ ბრენდი და ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღეთ. ცხოვრებისეულიც და როგორც ზუსტად გესმის ეგ თემაში კარგად. ძალიან კარგად. როგორც ცხოვრებისეული ასევე კულინარიაში და აწი ვიცი რომ თუ რაღაცას გავაკეთებ და ბევრ სხვადასხვა საქმეს ერთად ვიზამ ყოველთვის მაგ მიმართულებით პროფესიონალი ადამიანი მეყოლება და მე რაც გამოდის კარგად. ჩვენ ვიყავით რა, ჩვენ ვაკეთებით შეფის, ჩვენ ვიპოვეთ, ხო ხტები, ანუ მენეჯმენტი, ლოჯისტიკა, აბსოლუტურად ყველაფერი ნოლიდან ჩვენ დავიწყეთ და მაგდენი დრო გქონდა თუ ყველა ეგ არის ზუსტად რა დრო რო არ გქონდა, დიდი დრო დაუთმეთ ერთი პერიოდი მაგას და შემდეგ YouTube-ს მოვაკელით დრო, შემდეგ მაყურებელი გაგვიბრას და მაგაზე რო თავი დაანებეთ YouTube-სო რაღაცა კვირაში ერთი ვიდეოს ნაცვლად კვირაში ერთი გადავედით და ასე შემდეგ და ეგ არ გვაწყობდა, იმიტომ რომ ჩვენ თავარი საქმე YouTube იყო, არის და იქნება ყოველთვის. თუ კიდე ერთხელ მაგ სფეროში ასე ვთქვათ, დავბრუნდებით, იქნება ის, რომ ძალიან პროფესიონალი ადამიანი, ვინც
ვისაც ბევრი რესტორანი აქვს გახსნილი, ის მიხედავს მაგ მხარეს და ჩვენ მარკეტინგს დიარს და რაც უფრო კარგად ვიცით. და დარწმუნებული ხარო ისეთ ადამიანს იპოვი, რომელიც როგორც საკუთარ რესტორანს ისე მიუდგება? უნდა იყოს, ინტერესი უნდა ქონდეს ისეთი, რომ როგორც საკუთარ რესტორანს კი არა, საკუთარ რესტორანი იყოს. ხო. ეგრე არა, ძალიან რთული ბიზნესი, აი ძალიან ურთულესი. ხო, მაგრამ არ ვაპირებ საერთოდ, ისე ვთქვი, რომ ანუ თუ if მისტერ ბისტსაც აქვს შოკოლადი, რომლის გარტყმაშიც არ არის და ჩვენ გვაქვს ჩიფსები, რომლის გარტყმაშიც არ ვართ, მაგრამ ნუ კარგად მუშაობს, გადასარევად. ამასობაში ხახვიც ჩავკეპეთ, ნიორიც ჩავჭყლიტეთ, სვანური მარილიც მოვაყარეთ და ეხა ის მცირედი ნიუანსი განსხვავებული, მე მინდა დავამატო კარაქი, რომ რაზეც ვისაუბრეთ, ჯერ ესეთი ლურპაკს რო ვენდობი და მისი ნაზი ტექსტურა ვიცი, კიდევ უფრო გააკეთილშობილებს და კიდევ უფრო გააცხიმოვნებს სასიამოვნოდ შიგთავს. და ეხა ყველაფერი აკეპილ-დაკეპილია და დავამატებ კარაქს. რამის მახუარი მინდოდი? არა, უყურებ ტექნიკას. ეხა ამას კარგად ამოვზევ. და ამას შემდეგ ცომს ხსნით და იმაში უშვებთ, ხო? ცომს ოდნავ ეხა გავავწყელებთ და ჩავდებთ, შევკრავთ და ღუმელში შევაქცევთ. და მზად არის. სულ რაღაც 5 წუთში, 6 წუთში, იმიტომ რომ მაინც ხორცი არის და რა თქმა უნდა შიგნით მომზადება უნდა მოასწროს. ამიტომ ეს ჩემი პიცის ღუმელი არის, სადაც ყველაფერს შეიძლება რომ ვთქვა. უი. ჩემთვის მომზადე. მე თქვენთვის მოვამზადებ. რა ყავაა? ეს არის კაპუჩინო გინდა თუ ლატე, რომელიც ესიამოვნება. სტუმარი. მე მწყურე უბრალოდ. მაშინ დალი. გაგიმარჯოს. ცოტა ხანი ცომი გარეთ რო გვედო, ჰაერთან კონტაქტში, გაიკეთა ესეთი სტრიები, ასე ვთქვათ, მაგრამ მაგასაც უშველით, შიგნითა მხრიდან მოვაქცევ მაგ მხარეს და არ დამახინჯდება გარე ვიზუალი. რა თქმა უნდა, გემოზე არ იმოქმედებს. რა თქმა უნდა. მოდი ჩავდოთ ხორცი. ერთს მე გავაკეთებ, ერთს შენ გააკეთე. ხო? კი ბატონო. ვოუკრათ თავი, ჩვეულებრივად როგორც ხაჭაპურს. ურა, კაია. მიყვარს კუბდარი. ნუ, თავარია გემრიელი იყოს. ცოტა ხანი ხა. ზუსტად იგივე პრინციპია, ხო? იგივე პრინციპი, უბრალოდ ცოტა ხანი ამას დავასვენე. გაიყვანო მერე? ნახე, ეს ცომი მე წინა ღამეს გუშინ ამ დროს ცოტა უფრო გვიან მოვზილე. დავაყოვნე, მე გავყინე კიდევაც, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აქ მოვდიოდი და გაყინვის დროს საფუარი არ მუშაობს, არც კვდება. დღეს მოვიტანე დილიდან ოთახის ტემპერატურაზე მაქვს, აფუვდა და უკვე მზადა კი ბატონო. შრომისთვის და თავდადებისთვის. 300 გრამიანი გუნდები გვაქვს. და შეგიძლია უკვე იმ პრინციპით, რა პრინციპითაც მე გავაკეთე, შეგიძლია გააბრწყელო და ჩადო. შენ არ დაგაკვირდი, მაგრამ როგორც ვიცი, აი შუიდან უნდა გავიყვანო, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ეგ უფრო პიცაზე, მაგრამ თავარია თანაბრად გააბრწყელო. აი, ხელით ვაკეთებ, ხო? რა თქმა უნდა. მე საბრწყლებას მოვიტან ეხლა. იცი რა, სისქი აქვს ეხლა ამას, ოდნავ კიდე გაიყვანე. რაღაც მეშინე რო არ გასკდეს, ისეთი არ ხო და რაღაცა. არა. აი, კი ბატონო. შუა წერტილში ჩადე. საკმარისია? არა, ერთ კოვზე არ გვეყობა. 300 გრამიანი ცომია. 200 გრამი, 250 გრამი. შეგვიძლია 300-იც უქნათ. უბრალოდ ისაა რა, მე გავწყელება ცოტა ჭირს. ხო, ან რაც მეტი ის იქნება. ხო, ეგ ძალიან მოინდომე. შო? შო. თან ცოტა უხეშად დაკეპილი გვაქვს, დიდი მარცვლებიც გვხვდება და იცი რა არის, ცოტა კონცენტრირება მოახდინე ამ ხორცის ერთ ადგილას, რომ მე ხელი არ შეგიშალოს. მე ხა კი იცი ხაჭაპურის შეკვრა და არ ვიცი, უბრალოდ მაინც სისქენი აქვს, რამდენად კი, აი ხო, მოატრიალე. აი ეს გაგექცა აქ. ეგ უფრო ხინკალს წააგავს. ხო, არ ვიცი, რა ვიცი, რამდენად ცოტა ხوار გამექცა საერთოდ. შო, აი, ნახე. ძალიან მარტივადაც აი ესე შეგიძლია უკვე შეუკრა თავი. აჰა. ცოტა ხელით გაიყვანე. ხوار გაიხსნა. აი ცოტათი გაიხსნა, მაგრამ ეგ არაფერი.
ცოტა ფქვილიც დაგჭირდება, მაგრამ ეს საჰაერო დიდი ღრმული აქვს. საჰაერო ექნება. დუღილს დაიწყებს და გასასვლელი სადღაც უნდა გქონდეს. ცოტა პატარა კუბდარი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეხლა ნახე როგორ გამყავს, რო არ დავძაბოთ სომი, იმიტომ რომ შიგნით არის დიდი ნაჭერი ხორცების. და დიდი ალბათობაა რომ დაზიანდეს. იმასაც გეტყვი, მე ცოტა საჰაეროს დავუტოვე. მე წინასწარ ვისწრუნე მაგას. პროფესიონალი ადამიანი. ხუმას ცოტა ჩაუწრე. მე გამოვთავ კიდევაც საერთოდ. პატარა ზომის კუდარი იქნება, მაგრამ გაძეწგილი ხორცით. ეს ჩემი გავიყვანე, ხა შენ შეგიძლია ნელ-ნელა ჯერ ხელით და მე უკვე სამწყელებელი გამოიყენო. კარგი, და ეს ხორცისთვის ესე იგი გამოვიყენეთ სუნელები, წითელი წიწაკაა, როგორც სვანური მარილი. სვანურ მარილში უკვე არის დაღერღილი წითელი წიწაკა, მხოლოდ გამოყენებული გვაქვს სვანური მარილი, რომელშიც უკვე გიცრული მნიშვნელოვანი სუნელი უკვე შიგნით არის. ამიტომ ცალკე აღარ დავამატე. გიცრულის გარეშე სვანური კუბდარი არა, კუბდარი არ არის საერთოდ. ვერ დაარქმევ. სულ პირველად გავიგე ხო? კი, და ძალიან ძვირიანი სუნელია სხვათა შორის. გიცრული ხო? კი. სვანეთში მოიპოვება? კი. ეგ სუნელი ძალიან რთულად საშოვნელია, მთაშია და ამიტომ რაც ნაკლებად მოპოვებადია, რთული მოპოვებადია, ის რა თქმა უნდა ძვირი უნდა ღირდეს და ვეთანხმები, რომ უნდა დავაფასოთ ჩვენი სუნელები. სოფლიოში არის გასული ეგ სუნელი თუ საქართველოში არის? საქართველოში მხოლოდ. იმდენად ცოტა არის, ხო? კი, და სხვათა შორის ეგ რაოდენობა რომ საქართველოს ეყოს, არც ეგრე არ არის, რა ცალკე აღებული. იმიტომ რომ მე ერთ-ერთ ობიექტზე ვიყენებდი კუბდარს როცა ვაკეთებდი, ცალკე გიცრულს კიდე ვიყენებდი და მარტო კუბდარში გამოიყენება თუ სხვა კერძებშიც? სვანეთში ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კერძებში, მაგრამ ძირითადად სვანური მარილის მარგალიტია და კუბდარის. და სხვათა შორის 1 კილო ვიყიდე მაშინ. მეთქი დიდი ხანი მეყოფო, მათქდა დიდი ხანიც მეყო და სადღაც 700 ლარი მივეჭი 1 კილოში. ძალიან ბევრია ეხა სუნელისთვის. მაგრამ ისეთი 1 კილოს ბევრია, მაგრამ მოდი ეხა შევაგდებ ამ პირველ ვარიანტს კუბდრისა. ეხა ეს ცოტა კიდე რო დაისვენებს, ის რო გამოწვევ. კიდე ფორმას მივცემთ რა გემოთ. მომოწ რო შეკრავ ხოლმე, მე ვერ მომასწარით. რო შეკრავ, შეკრული მხარი ჯობია ქვემოთ მოექცეს. იმიტომ რომ რო წვება, მე ეს დაპრანჭული ისენი ჩნდება და თქვათ, კაი შესახედი არა. ეხა ღუმელი ჩართულია, მაგრამ მე გამოვთავ. რო დაბალ ცეცხლზე გამოგწევს, იმიტომ რომ ეს ღუმელი ადის 300-400 გრადუსი. და სახლის პირობებში ძალიან რთულია თქმა, იმიტომ ყველა ღუმელი განსხვავდება, დენის წყარო როგორ მიეწოდება, რა ვოლტაჟობით. ასე რომ სადღაც 200 გრადუსი, 200-220 გრადუსი 10 წუთი არის მისაღები იმისთვის, რომ კუბდარი მზად იყოს. შო მზადა, პრინციპში უკვე კი, რაღაც საოცარი სუნი მოდის. არომატები იგრძნობა. ოი, რა არის. სიკიჟეა. ამის ძალიან ცხელი გასინჯვა. დამღუპველია და თუ გინდა ცოტა დაველოდო. მე მიყვარს ცხელი რა. შენ თქვი. დავტესტა. ცოტა მაგარი უნდა იყოს, რატო იცი? წითელია ხო რაღაცა? ხო, ხორცის წვენმა იმოქმედა. სვანები ამას აჭრიდნენ, აი ესე. და პურით, ანუ ზედაპირით მე ხორცს იღებდნენ და ისე ჭამს. ოი. გაიჩანს. აუ, რა, რამდენი ხორცი გიქნია? არის საშუალება თუ არ მიჯერებ. აიღე რომელიც გაგიხარდეს. გეტყვი ხა, სავეთოთ რა? დიდი აიღე. რომელიც გაგიხარდესა და არ ვარ მორედებული ბიჭი. არა, ძალიან ცხელი. არა. შენი ძახტი. იყოს. ან მეც მაქვს ამ კონკრეტულში მიღებული რამე წვლილი? როგორ არა? რო დავკეპე ეგე, ხო? რო დაკეპე. გასაგები. უჩემოთ არ გასინჯო მოიცი. არა. ერთი პატარა გელოდები.
ყველაზე კაი მაშინ ესე იყო. ნეტარი აჰა, მაშინ. ხუნოთ თუ გინდა ცოტაც და ეგა. აბა. ტოპია. ხშირად გიჭამია კუბდარი? 1-5 შენ მოხდა სადღაც ნაჭამ. ჯობს ხუთივეს? უეჭო. არა, გულწრფელა. გულწრფელა ჯობია. რა მეცნა ხო? რაღაცა ზვირიანი სუნელის ის მოდის და. სულ მაგას ვიძახი, რაც მოხვედი, რომ გვაქვს მაგის საშუალება. არ მიჯერებ და სუნელი ზვირიანი, ხორცი ზვირიანი, რავი, რა გინდა, სულო და გულო. გვიყვარს. კი ბატონო. ცხოვრობთ. ცხოვრობთ. ეხა ამ ტკბილ ნოტაზე, როგორც იტყვიან, მიმართავ თუ გინდა შენც მიმართე რაღაც. ძალიან კარგად გასწორდეს. ძალიან ბუნებრივად. დაგასწარი. აი ესეთი გემრიელი სტუმარი რო ყავდეს, გემრიელი საჭმელები რო ვაკეთოთ, ამისთვის საჭირო რომ გამოიწეროთ, დააკომენტაროთ, თქვენი აზრი გაგვიზიაროთ, თუ შენიშნა, აბა გაგვიზიარეთ და დაგიბრუნეთ პასუხს თუ მართლები იქნებით და ასე შემდეგ. თუ ვინმე ჩვენ ცირე გამომწერებს შორის ხართ ისეთი, ვისაც ანგრიმენი გამოწერილი არ ყავთ, მე ძალიან ეჭვმეპარება, მაგრამ ასწახი არის მაგის ალბათობა. შეგიძლიათ კი რა აუცილებლად გამოიწერეთ, ძალიან იხალისებთ და ძალიან კარგ განწყობაზე მოხვალთ. და ჰანგრიმენის მაყურებლებსაც და გამომწერებსაც ვთხოვ, რომ აქედა რომ მიმართავ ძალიან მაინტერესებს. თქვენთანაც ხო არ არის პრობლემა. გამოვიწეროთ თუ შეიძლება ეს არხი. ძალიან დიდი მადლობა. საოცარი ხელი აქვს გავთოს და რა ვიცი, ძალიან ასიამონები მივდივარ აქედა. ძალიან გამიხარდა პირველ შენი გათხოვა. აჰა. დროებით. ო,